ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძვანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უძღები შვილის იგავის შესახებ. როგორც წინა კვირის სახარების განმარტებისას აღვნიშნეთ, ჩვენ ვიმყოფებით დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდის საღვთისმსახურო ციკლში, რომელიც გვამზადებს ჩვენ დიდი მარხვისთვის, თუ რა არის საჭირო იმისთვის გვახსენებს, როგორ უნდა გავატაროთ დიდი მარხვა, რომ ჩვენი სულიერი სამყარო მოვამზადოთ უმთავრესი დღესასწაულის აღდგომის შესახვედრად, რათა მადლი ქრისტეს აღდგომისა სრულად დამკვიდრდეს ჩვენს არსებაში, ჩვენს პიროვნებაში და მოგვანიჭოს სულისა და ხორცის გაჯანსაღება, გაძლიერება და დიდი სიხარული. ეს არის მიზანი დიდი მარხვისა, ხოლო მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვის წინ, ეს არის სამი შვიდეული, პირველს ეწოდება შვიდეული მეზვერისა და ფარისეველისა, მეორე შვიდეული იწყება უძღები შვილის იგავით და ეს სწორედ ეს ამ კვირის სახარების განმარტებაზე გვექნება საუბარი და მესამე არის საშინელი სამჟავროს კვირა. ჩვენ უკვე ბოლო სახარებები, ბოლო კვირის შვიდეულების, ბოლო შვიდეულების კვირადღის სახარებები ძირითადად გვამზადებს სწორედ იმ სათნოების გასააზრებლად, იმ სათნოების განსახორციელებლად ჩვენში ამ სათნოების გასაძლიერებლად, განსავითარებლად, რომელსაც ქვია სინანული. და აი ჩვენ გვახსოვს ზაქეს სახარება, ანუ როგორ მოიქცა მეზვერე უმძიმესი ცოდვილი, როგორ განამართლა რჩეული, ერის რჩეული ფენის წარმომადგენელთან შედარებით კიდევ უფრო მეტად განამართლა ღმერთმა უმძიმესი ცოდვილი, ასევე მეზვერე, უკვე მეზვერისა და ფარისევლის იგავში გასული კვირის სახარების განმარტებისას ვისაუბრეთ და აი ეხლა ჩვენ კვლავ სინანულის თემა გვაქვს უპირველესი თემა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ აი რა არის სინანული, როგორ გვენიჭება იგი და რა უშლის ხელს სინანულს. აი ამაზეა კვლავ ეს იგავი. პირველ რიგში გავიხსენოთ თავად იგავი, ეს ძალიან ცნობილი იგავია. მამას ჰყავდა ორი ძე, უმცროსმა ძემ ითხოვა თავისი წილი, ესე ვთქვათ, მემკვიდრეობა, მამამ ეს წილი მას მისცა და რამოდენიმე ხნის შემდეგ უმცროსმა შვილმა დატოვა მამის სახლი და წავიდა შორეულ ქვეყანაში, სადაც ცხონდებოდა, ანუ ცხოვრობდა არაწმინდებით, ანუ დაიწყო, ესე ვთქვათ, არაწმინდა ცხოვრების წესის წესი და არ გვია წმინდა ცხოვრების წესი და არაწმინდა ცხოვრებაში ჩაეფლო
ერთი რამ არის რომ უმცროსი შვილი გავიდეს მამის სახლიდან ეს კიდევ შესაძლებელია კეთილი მიზნებითაც რომ ცალკე სახლი აიშენოს, გამოეყოს ვთქვათ უფროსი ძმის საცხოვრებელს და გააგრძელოს ურთიერთობა მამასთან, ძმასთან, თავის ათესაობასთან. ვინ არის ეს მამა? შემთხვევაში იგავი გვეუბნება რომ მამა არის სახეღმერთისა და ეს ოჯახიც ეს არის ღვთისმიერი ოჯახი. ანუ ეს არის საღმრთო სივრცე, საღმრთო ოჯახი, საღმრთო სახლი, სადაც საღვთო წესები მოქმედებს. და როდესაც წერია რომ შორეულ ქვეყანაში მიდის, სადაც ცხონდებოდა არაწმინდებით, ესე იგი ეს არის სწორედ განშორება აი ამ არა მარტო ფიზიკური განშორება მამის სახლისაგან, არამედ განშორება მამის სახლის ცხოვრების წესისაგან, ანუ ღვთიური ცხოვრების წესისაგან. ანუ მას უნდოდა, ესე ვთქვათ, მინდობოდა საკუთარ ადამიანურ ვნებებს, რომლებიც უბიძგებდნენ მას ცოდვით დაცემისაკენ და აი ამ რო იტყვიან ჩაეფლო აი ამ ცოდვის მორევში, ამ ჭაობში. და ყოველივე გაფლანგა ძალიან მოკლე დროში თავისი ქონება. ამ დროს ამ შორეულ ქვეყანაში საშინელი შიმშილობა დაიწყო. ესეც სიმბოლოა იმისა, რომ შორეული ქვეყანა, ანუ დაშორებული, გაუცხოებული მამის სახლს, ღვთისმიერ ოჯახს, საღვთო წესით ცხოვრებ ოჯახს, სახლს, ის სოფელს, სადაც ის ცხოვრობდა. აი ეს, ესე იგი, დაშორებული, აი ამას ყველაფერს, რასაკვირველია, ჩაფლულია ამ ცოდვებში და აი ამ ცოდვებში ჩაფლული ჯერ სრულად გაფლანგა მან არა მარტო მატერიალური, არამედ პირველ რიგში სულიერი სათნოებები გაფლანგა, სრულად სული განძარცვა ყველა მადლისაგან და აი ეს სიყმილი, ანუ ძველი ქართულის შიმშილის, საშინელი შიმშილი დაიწყო და ესეც სიმბოლოა იმისა, რომ ეს ქვეყანა, შორეული ქვეყანა, ეს არის სულიერი შიმშილის ადგილი, სადაც ესე იგი არ არის სულიერი საზდო, სადაც გამოფიტულია ადამიანი სული ყოველგვარი სიკეთისაგან, სულიერი სიმდიდრისაგან, სიკეთისაგან, მადლისაგან დაცლილია და ეს ესე იგი ჩანს რომ აი ქვეყანაში არის ასეთი სულიერი შიმშილი, საშინელი და რასაკვირველია პირდაპირ მნიშვნელობითაც იგავი იმის ალეგორიაა და ესე იგი პირდაპირ მნიშვნელობითაც არის შიმშილი და სულიერი მნიშვნელობითაც. აი ამ შიმშილის მდგომარეობაში ესე იგი რომ არ შიმშილით არ მომკვდარიყო, თავის ქონება აღარ ქონდა, მოჯამაგირედ დაუდგა ერთ-ერთ იმ ქვეყნის მოქალაქეს. მან იგი ღორების მწყემსად დანიშნა. სიმბოლურად ღორების მწყემსობა ნიშნავს იუდეველისათვის ყველაზე დამამცირებელ საქმიანობას. ანუ იგი ყველაზე ადამიანის ყველაზე ზნეობრივი მდგომარეობის ყველაზე დაბალ საფეხურზე აღმოჩნდა ის ღორების, ესე ვთქვათ, მწყემსია, აი ამ სიბინძურეში ცხოვრობს და საოცარი ის არის, რომ იმდენად ბედი აი ამ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, გაჭირვებული ადამიანისა, მშიერი ადამიანისა, იმდენად ესეთი მძიმე იყო ეს ბედი, ესე იგი ეს ქვეყანა სისასტიკით სავსე ქვეყანაა, საიდან ჩანს ესე იგი შიმშილი ერთი და მეორე, ეს გაჭირვებული ადამიანს ენატრება ღორების საჭმელი და ისიც არა აქვს. ანუ თითქოს დაიწყო შრომა, რომ აი გადარჩეს, მაგრამ
აი ესეც არ ყოფნის. ესე იგი სისასტიკია ადამიანების მიმართ. ანუ ეს არის ცოდვილი ქვეყანა, უღმერთო ქვეყანა, სადაც ადამიანების მიმართ არის ულმობელი დამოკიდებულება, სასტიკი დამოკიდებულება და აი აქ იწყება პირველი და მთავარი მომენტი. ესე იგი, როგორ კითხვა იბადება, რას იტყვის ეს უძღები შვილი? როგორ შეაფასებს აი ამ თავის უკიდურეს გაჭირვებას? არის ორი გზა, აი ამ უკიდურეს ტანჯვაში მყოფი ადამიანის მიერ შეფასებისა, თავისი მდგომარეობის შეფასების ორი გზა არის, ორის ვარიანტია. პირველი, რომ ადამიანი გაბოროტდეს და თქვას, რომ აი მე, ესე იგი, გამწირა ადამიანებმაც, გამწირა ბუნებამაც, გამწირა ღმერთმაც, არ არსებობს არავითარი შეწყალება ადამიანის, აი მე ვარ ასეთი გაუბედურებული და არავინ არ არის რომ ანუგეშოს და ღმერთიც აღარ მეხმარება. ანუ თავისი აი ამ ტანჯვის მიზეზი დაინახოს გარეშე პირობებში, მის გარეთ მყოფ, ასე ვთქვათ, ადამიანებში. ანუ ეს ნიშნავს, რომ იგი ჩავარდეს დრტვინვაში და ყველაფერი განიკითხოს, ყველაფერი დაადანაშაულოს და აი ეს არის გაბოროტება, როცა ადამიანი სიძულვილით აღივსება ყველასა და ყველაფრის მიმართ და ფაქტიურად ეს უკვე ღვთისგმობაა, როდესაც იგი ღვთისგანგებულებასაც დაადანაშაულებს. აი ეს არის უკვე სულიერი სიკვდილი. ეს არის უკვე სულიერი სიკვდილი, მაგრამ აი სწორედ აი აქ არის მეორე გზა, მეორე არჩევანი, რომ ყოველივე იმაში, რაც მოხდა უძღებიშვილის ცხოვრებაში, რომ მან თავისი თავი დაადანაშაულოს. და აი აქ არის სწორედ სიტყვები, რომ იგი მოეგო თავსათვის, აი ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმა, გონს მოეგო. დიახ, იგი მისი გონება იყო დაბნელებული. გონება დაკარგული ქონდა. მას ესე იგი უკვე იგი ვეღარ არჩევდა კეთილს და ბოროტს. მთლიანად ჩაიძირა ამ ცოდვის მორევში და ძალიან დიდი ალბათობა იყო, დიდი საფრთხე იყო, რომ აი ესე დარჩენილიყო ამ გაბოროტებაში. მაგრამ აი ღირსება, აი რატომ არის სინანული სათნოება? ღირსება მისი და სათნოება მისი იმაში გამოჩნდა, რომ მან აი ამ შექმნილ უმძიმეს ვითარებაში საკუთარი თავი დაადანაშაულა და თქვა, რომ სასყიდლით დადგინებულნი მუშაკებიო, რომელიც მამის სახლში ცხოვრობენო, ასეთ შიმშილში, ასეთ სისასტიკეში არ არიანო და მეო შვილი ვარ მამისო, ესე იგი მამის შვილი, მამის, ასე ვთქვათ, ყველა სიკეთით სარგებლობდა. იყვნენ მონები, რომლებიც ასევე ოჯახის წევრებად ითვლებოდნენ და რომელზედაც ზრუნავდა ოჯახი. მაგრამ იყვნენ ასევე დაქირავებული მუშაკები. ანუ სასყიდლით დადგინებულნი, მოჯამაგირეები. ანუ მათი, ესე ვთქვათ, ეს დროებითი იყო და მათ არავითარი უფლება არ ჰქონდათ. აი ამ სასყიდლით დადგინებულებზე ამბობს, რომ ისინი უკეთესად არიან ვიდრე მე. და აი ამ დროს, ესე იგი, მან თავისი თავი დაადანაშაულა და რა თქვა? მივალ მამასთან და ვეტყვი, ვწოდე მამაო, ცად მიმართ და წინაშე შენსა. და არა ვარ ღირსი, რომ შენ ძედ ვიწოდებოდე და მიმიღე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. ანუ არა თუ ზე, არა თუ მონა, რომელიც მუშაკზე უფრო მაღლა დგას. აი როგორც მუშაკი. უბრალოდ არ ვითხოვ, არაფერს არ ვიმსახურებ ჩემი ცოდვებს, აღიარებ ჩემ ცოდვებს, არაფერს არ ვითხოვ შეწყალებას
და რომ აი ამ სიკვდილის ასე ვთქვათ და სისასტიკის და ბოროტების სამყაროდან რომელშიაც მე ჩავიგდე თავი ჩემი ცოდვებისგან დამაბრუნე სიცოცხლის, სიყვარულის, სინათლის სამყაროში და თუნდაც აი ყველაზე დაბალ საფეხურზე ვიყო. აი ეს არის მისი თხოვნა და აქ არის ერთი რამ, ერთია რომ შენ, ესე იგი პირველ რიგში დასძლია ამ პარტავნება გეუბნება რომ აი შენში კი არ არის მიზეზი, აი მიზეზი გარეთ არის. და ესე ვთქვათ, აი ადამიანს არ უნდა ბოროტების და საკუთარი ტანჯვის მიზეზი საკუთარ თავში დაინახოს. რატო? იმიტომ რომ ესე იგი არ უნდა აღიაროს თავისი დანაშაული. რატო? იმიტომ რომ დანაშაული არის პასუხისგებლობა, რომ შენ უნდა გამოისყიდო ეს დანაშაული და გარკვეული მძიმე ტვირთი უნდა ატარო, რომ ეს დანაშაული გამოიყენო. უნდა რაღაც სასჯელი უნდა მოიხადო. და აი ამ სასჯელს გაურბის ადამიანი და ამიტომ ურჩევნია, ასე იგი თავისი თავი არ დაადანაშაულოს, გაიმართლოს და ყველაფერი დაადანაშაულოს თავის ტანჯვაში და ამით თითქოს პასუხისგებლობას გაურბის, ტვირთს გაურბის, მაგრამ სინამდვილეში სულს, ასე ვთქვათ, სიკვდილის მდგომარეობაში აგდებს, მარადიული სიკვდილის მდგომარეობაში. ეს არის ამ პარტავნება. და აი ეს სინანული, ეს არის სიმდაბლე. სიმდაბლე, როდესაც შენ აღიარებ შენ დანაშაულს, შენ ამბობ რომ დიახ, მე ვარ მიზეზი აი ჩემი ტანჯვისა, რომელშიაც მე აღმოჩნდი და მეორე კიდევ რა არის სინანულის შემადგენელი ნაწილი. ერთი აღიარება, რომ რაც ადამიანს ემართება ცუდი მიზეზი უპირველეს ყოვლისა მასშია, აი ამის აღიარება არის სინანულის პირველი ნაწილი, ხოლო შემდეგი ნაწილი ეს არის რწმენა იმისა, ანუ იმედი იმისა, რომ ღმერთი მოწყალია და ღმერთი დამეხმარება, რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. ანუ ეს უკვე არის სასოება, ანუ დაძლევა უიმედობისა, სასოწარკვეთილებისა. აი, ერთია მე ვაღიარე ჩემი დანაშაული, მაგრამ შეიძლება ვთქვა, რომ მე არაფერი არ მეშველება, მე მძიმე ცოდვილი ვარ, არც ღმერთი არ მიშველის, არც ადამიანი ჩემთვის არაფერს ვერანაირად ვერ მიშველის და აი ესე ხელის ჩაქნევა. ეს უკვე აღარ არის სინანული. სინანული არის აღიარება, შემდეგ ესე იგი რწმენა იმისა, რომ ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, რომ ჩვენ გამოვსწორდეთ და მესამე ნაწილი სინანულის არის უკვე ესეთი გამოსწორების გზაზე დადგომა, ანუ საკუთარი ცხოვრების წესის სრული შეცვლას, სრულად შემოbrunება ღვთისაკენ. ასეთი პერსონული სიტყვა მეტანოია, რაც ნიშნავს სინანულს და ამავე დროს არის სიტყვა ეს ნიშნავს შემოbrunებას. დიახ, სინანული არის საბოლოოდ ღვთისკენ შემოbrunება, აი ამ არასწორი ხედვიდან, სწორი ხედვისკენ შემოbrunება, იმედი რომ ღმერთი დაგვეხმარება, გამოგვიყვანს და ქმედება. ქმედება და აი ეს ქმედება არის რომ მიიღებს გადაწყვეტილებას და მიდის მამისკენ, მამის სახლისკენ. რომ მიუახლოვდება სახლს, მამა დაინახავს შორიდან. დაინახავს ფიზიკურადაც, მაგრამ რასაკვირველია მამის გული ხედავს მის გატანჯულ სულს, სიბრალულით აღივსება, მამა სინანულსაც ხედავს, როგორც ჩანს და ის აღარ დაელოდება შვილის სახლში მისვლას, არამედ ისკენ ისწრაფვის, გზაზევე შეხვდება, სახლში მისვლამდე, ჩაიხუტებს გულში, შვილი ამბობს იგივე სიტყვებს, რაც უნდოდა რომ გადაწყვიტა რომ ეთქვა მამისთვის, რომ წოდე ცად ვიმართა წინაშე შენსა და არა ვარ ღირსი რომ ვიწოდებოდე შენს ძედ. ამას ეტყვის, მაგრამ მამა, ესე იგი, ჩაიხუტებს გულში, ამბობს უყობს
და ამით ესე იგი ჩანს რომ იგი მას სრულად პატიობს და გასცემს ბრძანებას რომ ჩააცვით სამოსელი პირველი ეს ნიშნავს ასე ვთქვათ ათლობაში ჩვენ ვღებულობთ ათლის სამოსელს ქრისტეთი ვიმოსებით ქრისტეს რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს და ქრისტეს შეგვიმოსიას ანუ სიწმინდის სამოსელით ვიმოსებით განვიბანებით და შემდეგ შეაცვთ ბეჭედი ხელსამთი ესე ვთქვათ ხელსამისა ანუ ბეჭედი ეს არის ბეჭედი რომელსაც სულიწმინდის მადლის მიღებას ნიშნავს ხელმწიფებას ღვთისმშვილობის ხელმწიფებას ნიშნავს ბეჭედი და ვამბობ ჩვენ ათლობაში ბეჭედი მონიჭებულ არ სულიწმინდის მადლით ავსება სულიწმინდის ხელმწიფებით ავსება და შემდეგ შეაცვით ხამლნი ანუ ძველი ქართული სიტყვა ფეხსაცმელი ჩააცვეს ესეც არის სიმბოლო აქტიური მოქმედებისა სიკეთის გზაზე და ბოლოს დაუკალით ზვარაკი ჭამებული ეს პირდაპირ მნიშვნელობით ეს არის ესეთი შეიძლება ითქვას განცხრომით ზეიმი ხორციელი მაგრამ ასევე გადატანითი მნიშვნელობით ეს არის მაცხოვრის ხორცისა და სისხლის ესე ვთქვათ მიღება მიცემა შვილისთვის ანუ სრულად მიუტევა სრულად აღადგინა სრულად აღავსო აი ამ მადლით ამ დიდი სინანულისა გამო და აქ შეიძლება თავად ითქვას რომ როგორი დიდი ცოდვილიც არ უნდა იყოს ადამიანი თუ მისი სინანული არის მთელი არსებით იგი შეიძლება სრულად აღდგეს როგორც ეს უძღები შვილი აღადგინა მამამ და აი ეს იმედი რომ ღმერთმა შეიძლება ნებისმიერი ცოდიდან აღადგინოს ადამიანი ეს უნდა ხონდეს ყოველ ადამიანს რომ ასეთი უიმედობაში არ ჩავარდეს, სასწარკვეთილებაში არ ჩავარდეს და უკან არ დაიხიოს აი ამ გამოსწორებისაკენ მიმავალ გზაზე. ამის შემდეგ ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება ამ იგავში, გამოჩნდება უფროსი ძმა. ვინ არის ეს უფროსი ძმა? ეს არის შვილი, რომელიც მამის სახლში რასაკვირველია არც დაუტოვებია მამის სახლი, არც უფიქრია მამის სახლში რაიმე წესის დარღვევაზე, არამედ აი რაღაც ერთგულად ემსახურება მამას, მამის სახლის წესს და აი რა ხდება ამ ადამიანის როგორია მისი მდგომარეობა, როდესაც ის იგებს რომ მისი ძმა ცოდვილი, ასეთი მძიმე ცოდვილი დაბრუნდა. და არის ასეთი ლხინი. მას პირველი რეაქცია ეს არის განრისხდება. როგორ ასეთი ცოდვილი ადამიანის, როგორ შეიძლება ასე დავიწყება, მისი ცოდვების ესე დავიწყება, მისი მიტევება ესე უცებდა ასეთი ზარზეების მოწყობა. მამა გაიგებს, რომ მოსულია უფროსი შვილი და არ შემოდის. მამა მიხვდება, რომ უფროსი ძე უკმაყოფილოა ამ ცოდვილი ძმის მიმართ ასეთი მობიერებით, ასეთი მისი ესოდენ სრული მიტევებით და ასეთი ზეიმის მოწყობით და გამოდის და რასაკვირველია ცდილობს რომ შვილი დაამშვიდოს, მაგრამ ეს უფროსი ძმა ძალიან ასე ვთქვათ გაღიზიანებულია, მამასაც ესე ვთქვათ კაცრად ესაუბრება, რომ აი როგორ შენ ეს ჩემი ძმა, რომელიც ესე საშინლად ცოდვებში გაფლანგა შენი ქონება, შენ ასე მიიღე და მე რომელიც შენი ერთგული ვარ, ერთი თიკანიც არ დამიკარი მომეცი, რომ ჩემ მეგობრებთან ასე მეკეიფა. და მამა ეუბნება, რომ შვილო, ყოველივე ჩემი შენი არს. ანუ ეს ერთი ოჯახია. ბუნებრივია, რომ ეს ყველა სიკეთე ამ ღვთიურ ოჯახში, ამ შემთხვევაში ეს არის ღვთის, თუ შეიძლება ითქვას, სამფლობელო, სასუფეველი ღვთისა
აი ამ ოჯახში ყველაფერი რაც მამას აქვს ის ძისაც არის, მამის ძისაც არის და რასაკვირველია ის ამით ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ აი აღმოჩნდა რომ იგი არ არის მისი მიუხედავად იმისა რომ ყველა წესებს ასრულებს მისი გული არ არის ესე ვთქვათ ლმობიერი მისი გული არ არის მოყვარული მოყვასის მას არ იცოდება ცოდვილი ადამიანი რომელმაც შეინანა და დაბრუნდა მამის სახლში მის მიმართ არის სასტიკი და არ პატიობს და მამასაც არ პატიობს რომ მამამ ასეთი ეს ძალიან გავს სწორედ აი იმ ფარისევლების ქმედებას, როდესაც განიკითხავდნენ მაცხოვარს, რომელიც ცოდვილებთან ერთად იყო, რათა ისინი რასაკვირველია მოექცია ცოდვისაგან. და აი ესეთი პარალელი შეიძლება გავავლოთ, რომ ეს არის სწორედ აი ფარისევლების სახე, რატომ იგი არ პატიობს, რატომ იგი განიკითხავს ძმას არის ასეთი განრისხებული, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ისეთი მძიმე ცოდვები, რომელიც ჰქონდა მის ძმას, უცოდველი მხოლოდ ღმერთია და იგი ამართლებს თავის შედარებით რასაკვირველია მცირე ცოდვებს და თავის თავს ღირსეულად დამსახურებულ პიროვნებად მიიჩნევს და ფაქტიურად არის თვითკმაყოფილებაში, რაც ჩვენ წინა კვირის სახარების განმარტებისას ვთქვით, თვითკმაყოფილება ეს არის სულიერი სიკვდილი. როდესაც ადამიანი მუდმივად არ ცდილობს სულიერ სრულყოფას, არ ცდილობს აღმოაჩინოს თავის თავში მრავალი სულიერი სნეულება, რომ განკურნოს იგი და არის თვითკმაყოფილებაში და შესაბამისად არის ცოდვილთა განკითხვაში, ცოდვილების მიმართ სასტიკი, ულმობელი და ბუნებრივია ასეთი ერთგულება ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითი სათნოება, რადგანაც მიზანი ღვთის ჯულის დაცვისა და ღვთისადმი ერთგულების არის ადამიანის გულის განწმენდა, სრულყოფა ადამიანის სათნოებების სრულყოფა ეს არის მიზანი და თუ ის ამას არ ემსახურება ფაქტიურად ეს ჯულის დაცვა ნიშნავს საშუალებას იმისას რომ იწოდებოდე მართალ ადამიანად და სარგებლობდე იმ სიკეთით რომელიც შენ ღმერთმა მოგანიჭა, შენ ოჯახმა მოგანიჭა და ესეთი სრულად ასე ვთქვათ, კმაყოფილი იყო საკუთარი თავით და რომ ესე იგი ამას აკეთებ იმისთვის, რომ არ დაკარგო ეს შენი პრივილეგია, შენი ეს შვილობა, ღვთისშვილობა, მაგრამ შენ არა გაქვს სიყვარული, შენ არა გაქვს განცდა ითვისთა ცოდვათა და ასე ამთავრებს მამა, რომ შენ უნდა იხარებდე, რადგანაც ძმაი შენი მომკვდარ იყო და გაცოცხლდა. დაკარგული იყო და იპოვა. აი სწორედ ეს მოყვასის სიყვარული იკარგება მაშინ და განკითხვა და მრისხანება გვეუბნება მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვცდილობთ გულის განწმენდას, როდესაც ჩვენ თვითკმაყოფილებაში ვართ, ამბარდავნებაში ვართ და აი ჩვენი გული ქვავდება და ეს არის სულიერი სიკვდილი. და ეს სულიერი სიკვდილი, ისევ კიდევ ერთხელ ორი პიროვნება, ესე იგი ერთი ცოდვილი რომელმაც შეინანა და მეორე ესე იგი მართალი, რომელსაც არ აქვს განცდა ითვისთა ცოდვათა. რასაკვირველია ეს მართალი გაცილებით უფრო დიდ ცოდვაშია, რადგანაც მას არ აქვს განცდა ითვისთა ცოდვათა, ვიდრე ის ცოდვილი, რომელმაც შეინანა. კიდევ ერთხელ ეს იგავი გვახსენებს, რომ დიდ მარხვაში ჩვენი მიზანია მუდმივად ვეძებოთ ჩვენი ცოდვა, რომ
ღმერთის დახმარებით სულ უფრო და უფრო განვიწმინდოთ ჩვენი გული ცოდვებისაგან და მეორეს მხრივ გვასწავლის რომ როგორი ძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი ცოდვები ჩვენ არ უნდა გავექცეთ პასუხისგებლობა სხვას არ უნდა გადავაბრალოთ უნდა ვაღიაროთ ეს ცოდვები ჩვენ არ უნდა დავკარგოთ იმედი რომ მიუხედავად ასეთი მძიმე ცოდვებისა ღმერთი მოწყალია რომ ღმერთის მოწყალება აღემატება ნებისმიერი ადამიანის ცოდვას და მესამე რომ ჩვენ ღმერთის დახმარებით შევძლებთ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება ახალი ცხოვრება დავიწყოთ ანუ შევძლოთ გამოსწორება და აი ეს სწორედ ეს უნდა გვახსოვდეთ დიდი მარხვის ჟამს რომ არასოდეს არ შევწყვიტოთ ჩვენი ასე ვთქვათ ბრძოლა ჩვენი სულიერი სრულყოფისათვის და ამაში რა გვეხმარება მარადიული შეუნელებელი და სიღრმისეული განცდაი თვისთა ცოდვათა რომელიც კი არა ამძიმებს ადამიანს შვებას აძლევს რატო იმიტომ რომ ცოდვის განცდა ნიშნავს მონანიებას ცოდვისას ხოლო ვინც ითხოვს თხოვნა მონანიება თქვა განვიცდი მინდა გამთავისუფლდე ამ ცოდვისაგან და ვითხოვ განთავისუფლებას და აი ეს როდესაც ადამიანი ითხოვს განთავისუფლებას უფალი ანთავისუფლებს მას და ადამიანი ახლიდან იბადება ამიტომ ეს ცოდვილები ხდებიან მართლები და მართლები რომლებიც არ ინანიებენ ხდებიან ცოდვილები და აი ამ მარხვაში დიდ მარხვაში რომ ჩვენ ერთის მხრივ არ ჩავარდეთ ამ პარტავნებაში და თვითკმაყოფილებაში და მუდამ ვეძებოთ ჩვენი ცოდვა ვეცადოთ მისი გამოსწორება და მეორეს მხრივ როდესაც მძიმე ცოდვის მდგომარეობაში აღმოჩნდება ადამიანი არავის არ დააბრალოს, არავის არ გადააბრალოს თავის ცოდვა, სასწორკვეთილებაში არ ჩავარდეს, რომ მას არაფერი არ ეშველება და იბრძოლოს ახალი ცხოვრების დაწყებისათვის, რომ მასში ძველი ადამიანი შეიცვალოს ახალი ადამიანით და აი სწორედ იბრძოლოს საკუთარი ფერისცვალებისათვის, ანუ გამოსწორებისათვის. აი ეს არის მთავარი არსი ამ იგავისა, უძღებიშვილის იგავისა და ღმერთმა შეგვაძლებინოს დიდ მარხვაში, რომ აი ეს სწავლება, რომელიც ამ იგავში არის, რომ ჩვენ ამ სწავლებით ვისარგებლოთ და მართლაც მივიღოთ მადლი ღვთისა და აღდგომის დიდებულ დღესასწაულზე გავითავისოთ აი ეს დიდი წყალობა, რომელიც უხვად მოედინება ამ დიდებულ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და მრავალს დაგასროთ. ჩვენთან არს ღმერთი.